აჭარაში ნარინჯისფერი რთველი სრულდება. ჯერჯერობით უცნობია რაოდენობის მოსავალი აიღეს ფერმერებმა, თუმცა აჭარის მთავრობა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიმდინარე სეზონის შედეგებს იწონებენ. ამბობენ, რომ მოსავლის დაბინავება და ექსპორტზე გაგზავნა დროულად მოხდა. მათი თქმით, ამ დროისთვის 28,000 ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული. 28,000 ტონაზე მეტი არის უკვე ექსპორტზე გასული და სხვადასხვა ბაზრებზე რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად ხორციელდებოდეს. ადგილზე მოვინახულეთ გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ახლახანს გაიხსნა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ საწარმოს ფუნქციონირება, რადგან ერთობლიობაში ეს ყველაფერი ქმნის ღირებულებათა ჯაჭვს, რომელიც მთლიანად გამართულ პროცესს ქმნის უკვე სოფლის მეურნეობის პროდუქციის როგორც წარმოების, ასევე გადამუშავების. მიმდინარე წლის ნარინჯისფერ რთველს წარმატებულად არ თვლის ფერმერების ნაწილი. მათი თქმით, დეკემბრის პირველ ნახევარში გასაყიდი მანდარინის ფასი თითქმის განახევრდა, რის გამოც ფერმერებმა მოსალოდნელ შემოსავალზე ნაკლები თანხის მიღება შეძლეს. მათი თქმით, მოსავლის აღების პროცესი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა. პრობლემა იყო როგორც მუშახელის მოძიება, ისე ფაროსანა, რომელმაც ნაყოფი გააფუჭა. უკვე როცა ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა, ეს იყო დეკემბრის პირველი დეკადა, პრაქტიკულად ციტრუსის ფასი დაეცა 40-50 თეთრამდე რა. მაშინ როცა სეზონის დასაწყისში აქტიურად იყო მოთხოვნა, როცა ნედლეულის ფასი ეცემა პირობიდან 1 ლარიდან 40-50 თეთრამდე ეცემა, რა თქმა უნდა ექსპორტიორს ეძლევა შესაძლებლობა თუ ქონდა დაგეგმილი თავისი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე 1000 ტონის რეალიზაცია ეძლევა შესაძლებლობა თუნდაც ორჯერ მეტი გაიტანოს, ხო? ეს ზრდის ავტომატურად მოცულობას ექსპორტის, მაგრამ სარგებელი გაიზარდა, მოდი ფერმერისთვის მისაღები თანხის მოცულობა, სარგებელი გამდიდრდა ჩვენი ფერმერი პირობითად. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 5,400 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რომლისთვისაც წელს რეკორდული ოდენობის სუბსიდია გაიცა. სუბსიდიის ჯამურმა მოცულობამ 1,900,000 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წელს არასტანდარტული 1 კილოგრამი მანდარინის სუბსიდირება 10 თეთრით 30-დან 40 თეთრამდე გაიზარდა. ფერმერების ნაწილი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა ამბობენ, რომ მოსავლის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა, რისი მიზეზიც არასახარბიელო კლიმატური პირობები იყო. შარშან რო იყო ისეთი ხარისხი ვერ არის. შარშან წენოლე ხარისხი. ჩვენ არ გვიჭირს ესა. არ გვიკვირს ჩვენ და ჩვენ გაგვიკვირდა და ისეთ წემები იყო. იმდენი ხანი და ეტყობა ამა ყველაფერმა იმოქმედა რა. ჩვენ 13 ტონა ჩავიბარეთ უკვე და აი ვაგრძელებთ. ყოველდღიურად ვაგრძელებთ თვეში 100 ტონას 5,000 გვინდა რომ გადავამუშავოთ. 5,000-6,000 თუ გამოგვივიდა. დღეს მდგომარეობით გადამუშავებული გვაქვს დაახლოებით 2,700 ტონა არასტანდარტული ნაყოფი. პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ფერმერი ღებულობს 40 თეთრს, სადაც 35 თეთრი გახლავთ სახელმწიფოს მიერ გაღებული სუბსიდია, ხოლო 5 თეთრი ჩვენი საწარმოს მიერ გადახდილი თანხა. საექსპორტო ციტრუსის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია, რაც ექსპორტიორი კომპანიების ნაწილისთვის პრობლემაა. ამბობენ, რომ ბაზრების დივერსიფიცირება ვერ ხერხდება, რის გამოც მალფუჭებადი პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით რისკები მაღალია. ასევე მათი თქმით, მაღალი მოთხოვნის მიუხედავად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დღეს ქართული მანდარინი ვერ იყიდება, რადგან მოთხოვნილი სტანდარტის დაკმაყოფილება ვერ ხდება. ევროკავშირის ბაზარზე მაგალითისთვის გეტყვით, აი მაგალითად პოლონეთში, ჩვენ ძალიან დიდ მეგობართან, ძალიან ბევრი მოთხოვნა, მაგრამ ვერ ხერხდება. რაღაც სათელი ვარიანტები იყო, გაიგზანა თითო 2 მანქანა გაიგზანა, წლების წინ არაფერი განვითარება არ პოვა ამან. იმიტომ რომ არა ვარ ჩვენ ამისთვის და ამას ჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა და ამას რა ჭირდება პირველ რიგში, იცი, ბილიონების დასუბსიდირება საკონსერვო გადამუშავებაზე, ეგ კი არ არის საქმე. საქმე არის თანხები მიიმართოს თუ საერთოდ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამაში წარმოების პროცესში. მიიმართოს რომ ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს ფერმერმა. 30 დეკემბერს დადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ სეზონმა წარმატებით ჩაიარა, გაიყიდა ექსპორტზე ამდენი ტონა მანდარინი, გასულ წელთან შედარებით ყოველ წელს გასულ წელთან შედარებით იზრდება ექსპორტის მოცულობა. ექსპორტის მოცულობა თუ იზრდება, წარმოება რატო არ იზრდება? სტატისტიკის მიხედვით სექტემბერ-ნოემბერში უცხოეთში 5,400,000 დოლარის ადგილობრივი ციტრუსი გავიდა ექსპორტზე. 2023 წლის ამავე პერიოდში ექსპორტი 3 მილიონს აჭარბებდა. მათ შორის მხოლოდ ნოემბერში საექსპორტო ბაზრებზე 5,100,000 დოლარის ციტრუსი გაიგზავნა. სექტემბერ-ნოემბერში რუსეთში საქართველოდან
4 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის 6600 ტონა ციტრუსი გავყიდეთ. მეორე ადგილზეა სომხეთი, 2120 ტონა ექსპორტირებული ციტრუსით, ხოლო მესამე ადგილს უკრაინა იკავებს. აღსანიშნავია, რომ ჯამურად რეექსპორტის ჩათვლით ციტრუსის ექსპორტმა სექტემბერ-ნოემბერში 7 მილიონ 400 000 დოლარი შეადგინა.